საქართველოს პირველი არხი წარმოგიდგენთ. დილმშვიდობის. საერთოდ განსაკუთრებით მეყვარს შაბათი დღე. სკოლა და სამსახური ისვენებს, მე მასვენებენ. და შემიძლია გვიანობამდე ვიცინო. და ეს ყველაფერი არა, ხვალ კვირა და ხვალად შემიძლია იგივე ვაკეთო. და რატომღაც მეგონა რომ საერთოდ ყველა დედა ესე ფიქრობდა, მაგრამ არა, თურმე ძალიან ვცდებოდი. თურმე არსებობენ დედები, რომლებიც შაბათს ადრე იღვიძებენ. და სხვებსაც აღვიძებენ, მარტო იმიტომ რომ მათ შვილებს ორშაბათისთვის თემა აქვთ დასაწერი. ეს რაღაც ახალი მოიფიქრა ქართულის მასწავლებელმა და დააწყვეტა ბავშვები რომ თემა დაწერონ ერთად. არ ვიცი, იცი თუ არა, მაგრამ დათი და სანდრო ერთად არიან ჯგუფში. უი რა კაია. რა არის მაკა, კარგი. რა უნდა ქნან ბავშვებმა? თემა უნდა დაწერონ. ესე ერთქვი? მაკა, რა უნდა დაწერონ? წინა კვირას თემა ქონდა დასაწერი, ჩემ მეგობარს დავაწერინე, წერალია პროზაიკოსი 4 რომანი აქვს გამოშვებული, მე-5-ზე მუშაობს და რა მიიღო? იცი? 6-იანი. და თვითონ რომ დაწერონ, რა უნდა ქნან, გამაგებინა. ხო. აბა რა უნდა ქნან? ეგ მეც არ გკითხე, რა უნდა ქნან? ისა და კაი, მოიცა მოვიფიქრე რა უნდა ვქნათ. ეს თემა ჩვენ უნდა დავწეროთ. ჩვენ? ანუ მე და შენ? მე და შენ. დღეს გელოდები ჩემთან 2 საათზე და არ დააგვიანო. კაი. და რა მეხوار წამოვიღო? იდეები, მაკა, იდეები. თემის სახელწოდება ქართული მიწა. კაი, ვიფიქრებ. დროებით. საზა? რა იყო? ქართულ მიწაზე პირველი რა გახსენდება? ტალახიანი ფეხსაცმელები, მანას ჯაჯღანი. სერიოზულად? მარტო მიწაზე თუ მიწა წყალზე? კაი, დაიცინე შენ შუაში ხარ. დექი მე-13 მქონია როგორც ჩანს. აი 1 საათია ვფიქრობ უკვე და არანაირი იდეა თავში არ მომდის. არ და იმ დალოცვილს ხო შეიძლება და ეთქვა ან ყავა წამოიღე ან ნამცხვარი წამოიღე. არა, იდეებიო. ხო და არა და დარწმუნებული ვარ დათი და სანდრო რაღაცნაირად გაართმევენ თავს ამ ქართულის დავალებას და მე როგორ ჩავაბარებ გამოცდას იდეალურ დედასთან. აი ეგ არ ვიცი. სანდრო, არ უთქვამს მასწავლებელს, აი დაახლოებით რა მიმართულებით იფიქრეთო? სანდრო. აუ და კაი რა, ისე მაგარი არახი უშოვე? საზა უთხარი რამე დილიდან ტელეფონი უჭირავს. სანდრო, მომეც ტელეფონი? ეს არაღი არ ვიცოდი. ეხლა საით უნდა წავიდე? მარჯვნივ მივწადე. გამოვდივარ! გზად ხარ? გამოსვლა მე-4. მობილიზაცია გეზაძეებო. გამოდი დედა. აბა, როგორია? კარგია? კარგია. მაგრამ მე მგონი მეორე ჯობდა. აბა დანარჩენები რას ფიქრობ? მე ეს მომწონს. მე წინა უფრო მომეწონა. მე პირველი. რა არის ხა ეს ყველა სხვადასხვა ვერსიას რო ამბობთ? მოილაპარაკეთ ხო რომ გადავრიოთ ეს მოხუცი ქალიო? არა დედა. ხალბატონო მანანა სიტყვა მოხუცი აქ არავის არ უხსენებს. იცინეთ რა გენაღლებათ თქვენ კი არ მიდიხართ ლამარას 60 წლის იუბილეზე. არა და ბებო აი როგორ გვინდოდა იცი? გაჩუმე ენა ერთი. მაკა ხო იცი ძალიან თუ არ გამოვიპრანჭე ისე იქ ვერ წავალ. სულ აკადემიკოსები და პროფესორები ყავს დაპატიჟებული.
ხო, ვიცი. მაკა, გადადე ხა ეგ ბლოკნოტი და მირჩიე რა ვქნა. ოთხივე კარგია. ოთხივე ძალიან დიხტება. მაგრამ მე მეორე უფრო მომწონს, რა ვქნა. გასაგებია. წავალ და ვიყიდი ახალ კაბას. თქვენ ხომ მაინც სახში ხარ? ქალბატონო მანანა. ერთი კიდე გაი არ გამოიარეთ რა. აი, ჩემი ბრალია, ჩემი აი შენ რო გიჯერებ ხოლმე რა. მათე, ჯარჯი დავაძინე და ცოტა ჩუმად ვიმართამაშე. კარგი. დე რა გთხოვე? აი, ხო. აუ დე, ვიცი რომ შენთვის ცოტა დრო რჩება და ბოდიში. მაგრამ ჯარჯი არის პატარა და ცოტა მეტი ყურადღება ჭირდება. შენ ხო დიდი ბიჭი ხარ და ხო კარგად გესმის. დიდი ბიჭო, მაშინ ტელეფონი. აი, ბევრი თამაშები ეწადია ისეთი. ეგეთი დიდიც არ ხარ. ცოტა დიდი ხარ. მაშინ შენ ტელეფონი მოთხოვა. კაი ახლა. აი მოიყვანს მამიკო შორენას და იმედი ყველაფერი დაალაგდება. შორენა ჯარჯის წარკვანს? არა დე, უბრალოდ მომეხმარება და შენთვის მეტი დრო დამრჩება. კაი, მე წავედი. მიდი, ოღონდ ჯარჯის ოთახში არ შეხვიდე რა, ხო? კაი. შემოჩი. ნათი მოვედით. აი მე შორე, რა გქონდა ჩამოხვედი. აბარას ვიზამ, იმდენი ამაგი მახსოვს თქვენგან? კაი გაჩვენე. შესაბამისი კალათით ჩემ. ხა, მე რა ვიყო შეწოხდი, კაი რა. აი რა შეწოხება დედამ რაც მოახერხა, უცბად ის არის. შენ რაც გიყვარს კახური, ზეთი ჩირები, ცოტა რიგნა და გუდისყველი. კარგია. მოდი შენ დაისვენი ხა დამგზავრე ხარ. ხო, ის ახელებს დავიბადა. მიდი ხო იქით. ჯარჯის უთხარი რა. რა მოხდა დე? ტელეფონზე თამაში ხელს უშლის. ხმას თვალზე უჯღავეს, უფროზე უფრო ჯღავეს. მე მათი ხო გთხოვე რომ ჯარჯისთან არ შეხვიდე თქო რა. აჰა. ყველაფერი ვიყიდე და ვიწყებ. ხო მომეხმარებით? ხო მომეხმარებით. აი ხო. რაში უნდა მოგეხმაროთ? შენ ამოალაგებ პროდუქტებს, ნინი შეალაგებს მაცივარში. მერე სანდრო გამოალაგებს მაცივრიდან იმას, რასაც მე ვეტყვი. ანუ მე საერთოდ არ ვსაჭირო, ხო? ხოჭაპმა, როგორ მიხვედრილი გოგოა. მოკლედ, გააკეთებთ იმას, რასაც მე დაგავალებთ. რას დაგავალებთ? ეს გამოჩნდება გზადაგზად. დაიწყეთ და მე მანამდე გამოვიცვლე. ამდენი რაღაც რაც უნდა ერთაჭმელს. მამიკო, ეს უბრალოდ საჭმელი კი არ არის, ეს არის განსაკუთრებული საჭმელი. და რა ქვია მაგ საჭმელს? ბავშვების უფლებების დარღვევა. ბოთეძმა. ამ საჭმელს ქვია მანანას ცრემლები. რატო? აი, მარკეტში რა ფულის დავხარჯი, ის ქვით არის აჩვენი და ნახო. ჰეი, ასე ხა თქვი? არა, მოვიდეს რა ჯერა მოვიდეს. დაურეკეთ და მივწერე და ველოდები. აი, დაველოდოთ, მაშინ დაველოდოთ. მოვა. ორი კვირის განმავლობაში მოიხსენეთ განსაცდელში მყოფი. არა, ბოდიში. აი მაგას მესეჯი. ვერ ვახერხებ მოსვლას, სანდროსთან გავდივარ სკოლის ამბავზე, ტასოს მოუბოდიშე ჩემგან. აი, ვიცოდი რა. სანდროს სკოლა ურჩევნია? ხო, თავის შვილის განათლება ურჩევნია ყველაფერს, ტასო. ხოდა მაგას ვაკობ მეც. ბავშვის მომავალია მნიშვნელოვანი. მაგრამ დარეკე რა, გაგვაფრთხილე რა წინასწარ რა. კაი, მაკა ვერ მოდის და ჩვენ მაინც მოგვიყევი რა. ხო. ხო, გდი. დავიწყდები? არა, ვდგები? დღეს მივდივარ პაემაზე, გოგონა! აი მე რა მაგარია. მოიცა რა არის მაგარი. ჯერ ხო არ ვიცი თვისთან ერთად მედის. მე მინაჭი ხე როგორ ვიცი და ბეგმე შევეშლებოდა? კაი, ვინ არის? მე გულია მიფრიალდა ისე. მოკლედ
რუსეთიდან რომ ბრუნდებოდი თბილისში, ჩემ გვერდზე 7 ადგილზე იჯდა სიმპათიური მომხილველი მამაკაცი. აუ, 7 კარგი ციფრია. რა? გაიცანე? თვითონ გამიცნო თუ გაია. მე შევიცანი. მოკლედ. ძალიან სიმპათიური ვერძი, უცოლო, ჩემზე 1 წლით უფროსია. უყვარს ბითლზი, ალერგია აქვს სოიოზე და ცაცია. იდეალური კაცია. კაი, სოიოზე მიხვდი თუ ცაციაო? არა, ელენე გენაცვალე. მართალი ამ შემთხვევაში ნათია და ყველაფერი არ მithქვამს ჯერ კიდე. რა? რა და? სად მუშაობს? სად? გაეროში. თუ იმაში, ევროიმაში, რა ქვია. ვაიმე რა. აი ინგლისური როს ყალივით იციან რა ტიპებმა და ძალიან მაგარი ხელფასი როა. მაგარ ადგილას რა მოკლედ. ხო ჩახტასა, გუ სერიოზული ამბავია. სად დაგპატიჟა? მოკლედ მომწერა მესიჯი, მინდა თუ რა შევხვდეთ და კითხვა რა უთხარი, მაშინ სიურპრიზი იყოს. ვაიმე, რა რომანტიკულია. ხო, რა მაგარია ტასო. შესაძლოა პასპორტს ჩავაგდებდი ჩანთაში. რა იცი, როდის სად მოგიწიოს თავის ამოყოფა რომ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, პირველ რიგში მეც ეგ ვიფიქრე. არა, შეიძლება რესტორანი დახუროს და მარტო თქვენ ორმა ივახშოთ. ვერ იზავს თუ რა? რესტორანი კი არა, შეიძლება რომელიმე უბანი დახუროს. მაგალითად ვეცისი. კაი ხო, რა სიცო? მე ძლივს არ გადახვედი საქმიან შეკითხვებზე. ლისაბონიდან ჩამოტანილი კაბა მინდა ჩავიცვა. მილანიდან ჩამოტანილი ფეხსაცმელი, პარიზიდან ჩამოტანილი ყელსაბამი, რომელსაც თავისივე სამაჯური აქვს. აი მეტასო, რა სერჩი იმ ბიჭს, ხო, ძალამაზე იქნები. თან ისე გიხდება ის ქუსლიანი ფეხსაცმელი. მე რა არ მიხდება ერთი. ხან ყველაფერი კი ხდება, მაგრამ ის ქუსლიანი განსაკუთრებულად. აუ, გინდათ გაჩვენოთ როგორი ვიქნები? აუ, კი! აუ, მაშინ სალონში წამოვყევით რა. კი ბატონო. ხო, მეც მცალია. ვაიმე, შენ და ხალია, ალბათონო, და მე საბა? ჯარჯი. რა მნიშვნელობა აქვს? ой, არ მithქვამს. რა? ციცავიყვანი. მასამო. კატიკოს ნათესავია. ხო, ისეთი კარგი გოგოა. დღეს ჩამოვიდა კახეთიდან. მზრუნველი, ყურადღებიანი, ზრდილობიანი, განათლებული. აქ დაუმთავრებია, ბიოქიმიკოსია პროფესიით, მაგრამ მომუშევარი. აბა, ვიღას უნდა დღეს ყვარელში ბიოქიმიკოსობა და და შენადა რო აბარებდა, მაშინ დიდი მოთხოვნა იყო ყვარელში ბიოქიმიკოსებზე? არა, კარგი გოგოაც. კაი, მინდა ჩაიც მე ყავს დავასხო. დასხმულია ჯამაკი უბრალოდ. მაკა, ნუ ვთები ხო რაოდენ ღრმა თემა ქართული მეცდა. თავისთავად. ხო და რა ვიფიქრე, იცი? ესე ხო არ დავიწყოთ? ენაო, ჩემო, ქართულო ენა. ძალიან კაია, მაგრამ მიწა არ არის მანდ. აი მე მაკა მაცალე, უბრალოდ ვერსიას ვამბობ. აი, შენ რა ვერსია გაქვს? მე ვიფიქრე რა ხან ბავშვების ის დაწერილ თემას უნდა გავდეს თქო. ანუ ხორჯობია რომ მათი ენით დავწეროთ. აი დავუშვათ ჩემო სამშობლო. ბრავო მაკა, ბრავო. და მიიღეს დაბალი ნიშანის. აი ვერსია თქვი უბრალოდ. ანუ ვერსიასაც ხო გააჩნია მაკა. მიდი დაწერე რა. იქ სადაც ხარობს ჰოთი, იმედი აიცი. ვიცი. იქ სადაც ხარობს ალადასტური. ვაიმე. კიდე რა ვიქცი? ქართული მიწა აგრონომიულ ჭრილში ხომ არ წამოვადგინოთ? ნიადაგი, ატმოსფერო და ნუ ასე შემდეგ რა. რაღაც არ ამგონია. ხო, მეც არ მგონია, უბრალოდ ვერსია თქვენ. აუ, რაღაცა სასწაული მზადდება. და რაზე ატყო? სურნელზე, მა? იმედია გემოუგეთესი იქნება. სანდრო, მე მგონი ძალიან ბევრ დროს ატარებ ბებია შენთან და დღეიდან მე გაგაკონტროლებ. აი მე რა სუნებია. ეგეც მე ვარ? რასაკეთებთ? დავი ყველაფერს. ანუ? ანუ მამამ ყველაფერი რაღაცაში ჩაყარა და იხაცხობს. აჰა. ძალიან კარგი. ეხა მითხარი რასაკეთებ?
ასისტენტო. აცადე შეფ ბზარეულს. ნუ აცდე. და რომ მოვრჩებით მე დაგიძახავთ, კაი? კაი, გასაგებია. სანდრო, წამოდე. მოკლედ, ეს დავწერეთ მე და დათის დედამ. ეხლა შენ გადახედე და გადაწერე, რომ შენი ხელით იყოს დაწერილი. და დათი რატო არ გადაწერა? მომისმინე, მე რო კარგი კალიგრაფია მქონოდა, გადაწერდა დათი. მაგრამ მე ბატიფეხურად ვწერა, ამიტომ შენ გადაწერ. ნუ მეკითხები სისულელებს, მიდი რა გადაწერე რა. მაკა! ხო დედა. კაცო, რო გეძახი, პასუხი არ უნდა გამცე? გაგეცი. კაი, რა მნიშვნელობა აქვს მოკლედ. მოვიარე ყველაფერი და მე მგონი ზუსტად ისეთი კაბა ვიყიდე, როგორიც მინდოდა. მართლა, რა კარგია, მაჩვენე, აბა. რასუნია? რასუნი? ზაზა აკეთებს ვახშამს. მოგეწონა? აი მე სასწრაფოდ გაანიავეთ ახლა სახლი, თორე აი ეს სუნი კედლებს თუ გაუჯდა, ნამდვილად გასაყიდი გახდება სახლი რა. აი კაბა უნდა გეჩვენებინა. და. აბა. როგორია? უცხო კაბაა რაღაცნაირი. აი რა არ მოგეწონა ახლა აი ამ კაბის. ნუ არ მომეწონა რა ვქნა, მაპატია. მაგრამ ეთყობა რაღაცა ძალიან დავიღალე და ვერ აღვიქვამ ესე რომ გიჭიროს და მინდი ჩაიცვი და ისე მაჩვენე. ვაიმე, ჩაცმული რომ ნახო ტანზე რა არის? გაგიჟდები, მაკა. მე არ ჩამიცვამს, მაგრამ ვიტრინაში ეცვა მანიკენს და რო დავინახე, გადავირიე. მოიცადე, ეხლავე მოვა. რატო გავჩერდით? მოვედით. სად? აქ. ტყეში? ხო, უბრალოდ ეს ქალაქის ტემპი და უჟანგბადობა ძალიან მოქმედებს ჩემს ახლა და რადგან ამდენი საერთო აღმოგვეჭდა, ვიფიქრე შენს გაგიხარდებოდა თუ სადმე ერთად წავიდოთ პიკნიკზე. აბა რა. დასო. გთხოვთ მობრძანდეთ სუფრასთან. სიამოვნებით. მაიმე. რა მოხდა? არაფერი. რას ვფიქრობდი? ახლა ისეთი ფხვიერი მიწა თუ იყო, თორე სხვა რაღაცა შავიცვამდი. ვიცი, მგონი უნდა მეთქვა რას ვაპირებდი, მაგრამ რატომღაც სიურპრიზად დატოვება ვარჩიე. და ძალიან კარგადაც მოიქეცი. ისე მომწონს აქაურობა, გავგიჟდი. ეს ბუნება, სუფთა ჰაერი, ეს ხედი. სად? ფიქზე! წავიდა. ესე გეშიდია ობობების? არა. უბრალოდ არ ვენდობი. ვიყვარს როცა ქალს იუმორის გრძნობა აქვს. და მინდა გამოგიტყდე პასო, რომ ძალიან მიხარია რომ აქ ვართ. მეც. ამ ლამას დღეს გაუმარჯოს. გაუმარჯოს. აქ რები გიწერიათ? ვერაფერი ვერ გავიგე. მაგალითად? ეს იავარქმნული რა არის? იავარქმნული არა, იავარქმნილი. ნუ კაი, მაგრამ რა არის? ესე იგი აუხრებული. და პირდაპირ და ვერ დაწერდით? ან ეს იალაღები, კბოდები და საბარგულები რა არის? რომელი ვერ გაიგე? ვერც ერთი და ეს სიტყვა ვაფშე ნამდვილია თუ მე თან ვიგონებ? თორე მე ჩემილია ვარფოკუზები, ლაპლაკები. სანდრო, გადაწერე რა, გეხოცები და მე რა გიხსნი ყველაფერს ერთად.
გაგიცინა? არა. არ ჩაიცვი? კი. მერე? იცი რა ვიფიქრე? დილით რო ჩავიცვი, ის მეორე კაბა შე რომ მოგეწონა. აი იმას ჩავიცმევ. და ახალი კაბა? რა ვიცი, რაღაცნაირი მოჭღანული მანიკენი იყო იმ მაღაზიაში და იმას უხდებოდა. ტყუილა იყიდე? რატო ტყუილა? აი ლამარასთვის რამე საჩუქარი ხონდა წამეღო. ავდგები და მაგ კაბას წაუღებ. რა არის უხერხულია? ჯანტა მაჩა. მოხვედი. ავედი. რასი ჩუბი? წინავთ. ოჩახ შორენას. ესე იგი ბავშვები ხო ავახშმა, გაკვეთილები ჩაიბარა. მათი აბანავა დააძინა, თვითონაც დაიძინა. ოქროს გოგო ანათი, ოქროს გოგო. სასწაული. ხშია. რა ვიცი, გვაქვს რამე? ტოლმა, ბადრიჯანი ნიგვზით, კარტოფილის ღვეზელი, თუ კიდე ჩაიდალია ვაშლის პეროგიც არის. შორენას ბავშვები ყავდა და მოიცადა ჩემმა დედოფალმა სამზარეულოსთვის, ხო? არა, ეგეთ შორენამ გააკეთა. იმის დროს დარჩა რომ სახლი მიელაგებინა. რა უკენი ნათი დააშინა. ой, მე кайრა. არა გეხმურ. შედავ რა ოქროს გოგო გიპოვნე? აი მე ზღაპარი. თელი საღამოზე ვარ და არ ვიცი რა ვაკეთე. დაისვენე ნათი რა დაისვენე. ბოლოს ესე როდის ვიყავით არ მახსოვს. კობას და ეთერის ნიშნობაზე მგონი. არა, შენ მაშინ ჩაგეძინა და არ ითვლება. ზესტაფონში. ნათლია შენის ძმასთან რომ მივდიოდი. და ავტობუსში ასე რომ ვისხედით. ხო, სანამ გაბრიელს გული არ აერია. აბა, რამდენი თქმელი მაგონებები გოსნაკია რა. კიდე ფილმს უყუროთ? სიამოვნებით. გადავახვალ მაშინ. წაღან გადიოდა იმერული ესკიზები და უშენოდ არ ვნახე. მოგვიწევს ბევრი სიცილი. ხო. ისე არანაირად შეეროიცი ხოლმე ხანდახან რა. ხო, აბა რა. ძალიან გემრიელია. ისეთ მეშებმა გააკეთა. ესეთი ასისტენტი ყავდა. სანდრო, დედი, შენ არ ეხმარებოდი? სანდროს ებარა ლოჯისტიკა. ის მოგვიტანე, ეს გაიტანე. სანდრო ხელს გვიშლი. მანანას არშია. დედა! დე! რა იყო? მოდი, არ გშია? რაზე მეპატიჟებით? აი ამ რაღაცაზე? ხო, იცი რა გემრიელია. მე არ გაინტერესებს როგორი ხელი აქვს შენ სიძეს. ნუ თუ ისეთივე კულინარია როგორიც ელექტრიკი, მაშინ რა თქმა უნდა არ მინდა. და ისე თქვენც ბავშვებო, მაინც და მაინც ბევრს ნუ შეჭამთ. იქნებ ჯერ გაგესინჯათ ხალხთან მან. აი რა ქვია ამას რა არის? ვიცოდე მაინც რას მაჭმევთ. თუ მხოლოდ სახელია პრობლემა, თქვენს საპატივცემლოდ დავარქმევ მანანას ღიმილს. აბა მანანას სწრავლებიო. დედა, გადმოგიყო? არ მინდა. იმდენი ინგრედიენტი აქვს, რომელი მომკლავს არ ვიცი. მაგიტომაც აქვს დავიწყარი გემო, რომ ბევრი ინგრედიენტია. რა, აი უყაირათო რო ხარ ყველაფერში, ამაშიც გეტყობა. ამდენი პროდუქტისგან ერთ კერტს კი არა. ნუ არ ვიცი, ქორწილის სუფრას გავშლიდი ალბათ. კარგი, როგორც იტყვით. დამატება ვის უნდა? მე. აი მე ღმერთმა შეგარგოთ რა. ოღონდ მე იქ ტუალეტში რიქს ნუ დააყენებთ. აი მე რა კარგად თქვი. ესე იგი, დღეს მე ისეთი სტრესი გადავიტანე, რომ ცხოვრებაში ეგეთი არ გადამიტანია. დედა, რა იყო ეს? ესე იგი, სიტყვა ვერ ვთქვი, ვერ შევუბრუნე. აი მე რები დამაწერინა იმ თემაში. მაგრამ ერთადერთი თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ალბათ იმ მასწავლებელს ეგეთი თემა უნდა და მოეწონება. აბა რა უნდა, რას ერჩის ამ ბავშვებს, რას ავალებს? საერთოდ არ მეგონა, რამე თუ გამომიყვანდა ამ სტრესიდან, მაგრამ აი, საზა.
ძალიან გემრიელია. აქამდეც გავუკეთებია ზაზას. მაგალითად სოსისი, ყიყლიყო, მაგრამ ეს საერთოდ სხვა დონეა. მართალია, კულინარიის ისეთმა კორიფემ, როგორც მანანე, საერთოდ არ გასინჯა, მაგრამ დამიჯერეთ. საოცრება. კინაღამ დამავიწყდა ტასო, უპირისპირ ტასო და გიორგი. ელენემ და ამერიკა ყველაფერი მითხრა. როგორ მაინტერესებს, როგორ ჩაიერა პაემანმა. მაგრამ ეხა მერიდება გვიანია. რამე არ ყოფილიყო ეხა ისეთი მნიშვნელოვანი ტასო აგვაწიოკებდა აქეთ. ისე მაინტერესებს, მოახერხა თუ არა დიპლომატმა გიორგიმ ტასოსთან ურთიერთობის დაალაგება. ხვალ გავიგებ. წავედი ხა დავიძინებ. თუ ჩამოგიდე ცოტა. მაგრამ არა, 2:30 მე აღარ ჯამ. წავედი. უყურე შენ მართლა რა კარგი ხელი ქონია. ძალიან გემრიელია, ხო იცი შენ. არა ეს როგორ მოიფიქრა ლურიც რო ჩაუგდე ეს შიგნით, რა? ალბათ შემთხვევით ჩაუვარ და ფლათ ეგეთი ნიჭიერიც არ არის.